Dear guests, friends, and partners, it is a great honor for the Embassy of Israel to take part in the presentation of such a profound and important work, Dialectic of Enlightenment by Max Horkheimer and Theodor Adorno. I'm truly pleased that the Embassy has had the opportunity to support the publication of this Georgian translation. მოგესალმებით მეგობრებო. ისრაელის საელჩოსთვის დიდი პატივია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული წიგნის პრეზენტაციაში. ეს წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო წიგნი, მაქს ჰოქჰაიმერისა და ადორნოს წიგნი, განმანათლებლობის დიალექტიკა. The relevance of this book lies in its courage to ask hard questions. How could a civilization built on reason and progress give way to such brutality? How do myths, fears, combine to turn rational societies into instruments of hate? These are not only questions for the past. They remain urgent today as we continue to confront anti-Semitism, racism, and the dangers of distorted truth. აღნიშნული წიგნი დღესაც აქტუალურია, რადგან ის სვავს თამამ და გამბედავ კითხვებს, რომ როგორ შეეძლო ცივილიზაციას, რომელიც დაფუძნებულია გონიერებაზე და პროგრესზე, მიეღწია ისეთი საშინელებისთვის და ბრუტალობებისთვის, როგორც ჰოლოკოსტია. როგორ შეეძლო მითებს, შიშებს და იდეოლოგიას ერთად რაციონალური საზოგადოება ექცია ზიზღის ინსტრუმენტად. ეს არის კითხვები, რომელიც დღესაც აქტუალური ხდება. By supporting this translation, we hope to contribute to a broader dialogue, especially among young readers and scholars in Georgia, about how critical thinking, cultural memory, and philosophical reflection can help safeguard our societies against intolerance. It is especially meaningful that this event is taking place in an academic and literary space, where ideas are challenged, exchanged, and passed forward to future generations. ამ წიგნის თარგმნის მხარდაჭერით იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება, რომელიც დასაბამსდაუდებს დიალოგს, უფრო ფართო დიალოგს, სხვადასხვა რეფლექსიისთვის, კულტურულ კონტექსტში ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, ის მეხსიერება და ის რეფლექსია, რაც არის, ამის გარეშე ვერ დავიცავთ ჩვენ თავს მომავალში ამის განმეორებისგან და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ არ გვექნება ბერკეტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია და ამ წიგნზე მსჯელობა მოხდება საგანმანათლებლო სივრცეში და ისეთ ლიტერატურულ სივრცეში, როგორც ეს ადგილია, გოეთეს ინსტიტუტი. Growing up in Israel, in a traditional Jewish house, we were always encouraged to ask questions, to debate, not to take things for granted. And this is very important for every society, to be open, to be tolerant. It's okay to be different, and it is very important for our development and involvement to actually have these kinds of questions, debate, and yet accept that we sometimes not agree on everything. მე ვარ ადამიანი, რომელიც მოდის ისრაელიდან, ებრაული ოჯახიდან და ჩვენი მენტალობის და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომ ჩვენ გამუდმებით ვსვამთ კითხვებს ნებისმიერ საკითხზე. პირიქით ამის ყოველთვის ეს შესაძლებლად ითვლება, რომ ნებისმიერ საკითხზე უნდა დასვა კითხვები, თუნდაც რაღაცაში არ დაეთანხმა ერთმანეთს. I would like to thank the publishing house, Saga, and all those who worked on this project, as well as our partners
at the Goethe Institute for hosting this meaningful event. Let this book not remain only on library shelves. Let it be read, discussed, and used as a tool to deepen our understanding of the past and to strengthen our commitment to a more just and humane future. Thank you, Madluba. მივივალო საგამომცემლო საგას და ყველა ჩვენს პარტნიორს, მათ შორის გოეთეს ინსტიტუტს, რომ შესაძლებელი გახდა ამ წიგნის გამოცემა. იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი დარჩება არა მხოლოდ და დარწმუნებული ვართ არა მხოლოდ თაროებზე, უნივერსიტეტებში და მომავალი თაობა აუცილებლად ჩაერთვება მის განხილვაში. ეს მოგცემს, ეს აუცილებელია, რათა შევაფასოთ წარსული და მომავალშიც ყოველთვის მზადყოფნაში ვიყოთ, რომ შესაბამისად შევაფასოთ მოვლენები. ხო, მოგესალმებით ყველას, იმედია კარგად გესმით. ჩემი სახელი დევიდ უმბაძეა, უღრმესი მადლობა რომ მომიწვიეთ. არა მარტო რა თქმა უნდა გაუნცელობა, სადაც ჩვენ დიდი ხანია თანამშრომლობთ, არამედ ისრაელის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტს და განსაკუთრებით ყველა თქვენს, ვინც კვირას დღის მეორე ნახევარში მოგზანდით ამ თემაზე მოხსენების მოსასმენად. თემა რომ აქტუალურია, ამაზე ქალბატონი კონსულისგანაც გავიგეთ და არც არის ალბათ საჭირო, ჩვენ ვიცით 7 ოქტომბრის მოვლენები, ეს მხოლოდ ერთ-ერთი სამწუხაროდ უახლოეს წარსულში ყველაზე მტკივნეული გამოხატულება იყო ანტისემიტიზმის, არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ ნამდვილად გლობალურად. ამიტომ საკითხი იმის შესახებ თუ რატომ ხდება ასეთი მოვლენები, ცოტა პარადოქსულად ჟღერს ხომ ჰოლოკოსტიან შოა, რაც უკვე თითქმის 70-80 წლის წინ მეტიც ასე ვთქვათ, დაიწყო, ხო, კვლევის საგანი გახდა, მაგრამ პასუხები ბევრ კითხვაზე ღიარჩება და შეიძლება მოულოდნელია, მაგრამ გამომხილებლობის დიალექტიკა, რომელიც კრიტიკული თეორიის, სოციალური კვლევის ინსტიტუტის ფუძემდებლური ნაშრომია, უეჭველად, სწორედ ამ საკითხმა აღძრა, სწორედ თავდაპირველი გეგმა ოდნავ სხვანაირი იყო, მაგრამ შემდეგ ავტორები წიგნი გამოიცა პირველად 54 წელს, ხო, ომი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, გეგმა ჩაისახა 39-ში და ამ პერიოდში ცხადი ხდებოდა, რომ რაღაცა ენით აღუწერელი, ესე იგი, შეუდარებელი ხდებოდა ევროპაში, გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის მხრივ მთელი გამოცხადებულად ებრაული მოსახლეობის განადგურების პროცესი, რომელიც არ მარტო გაცხადებული იყო ასეთი, არამედ რეალიზდებოდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცნობები თქვათ ამერიკაში, ინგლისში და ასე შემდეგ უკვე იყო და რა არის საინტერესო ჩემი აზრით და მე ორ სიტყვას ვიტყვი მოხსენების სტრუქტურაზე, რომ ადორნო და ჰონქჰაიმერის ეს ნაშრომი არ არის ტრადიციული სახის ტრაქტატი, ხო? ამას ფილოსოფიური ფრაგმენტები ქვია, 5 ფრაგმენტისგან შედგება და ერთ-ერთი მთავარი, თუ არა ყველაზე მთავარი, ეს ნამდვილად შეიძლება ამის არგუმენტირება, არის ანტისემიტიზმის ელემენტები, რომელიც შედგება 9 თეზისიდან. ჩემი მოხსენების სტრუქტურებაც ასე განსაზღვრება, ოღონ მინდა ჩვენ ასე ვთქვათ ინტერაქტიული წრე გქონდეს, იმ თვალსაზრისით, რომ მე გეტყვით რა განვიზრახე, რა თქმა უნდა, წიგნის პრეზენტაცია თავარ მიზეზია, მაგრამ აქცენტი სწორედ ანტისემიტიზმის თემაზეა მოხსენებაში და მე მინდა ასეთი ფორმატი შემოგთავაზოთ, რომ მე დავიწყებ საუბარს, გეტყვით რა თემებს დავფარავ და რა მომენტშიც მოისურვებთ, 5 მონაკვეთი აქვს მოხსენება, შევჩერდეთ და დასვით კითხვები და ან გავაგრძელოთ, ან ჩავღურმავდეთ დისკუსიას. მოხსენებას დავიწყებ იმით საუბარზე, რით განსხვავდება ანტისემიტიზმი რასიზმისგან.
ეს ოდნავ პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ამის შემდეგ მეორე ნაწილში ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს დამკვიდრებული ისტორიოგრაფია და ისტორიის ფილოსოფია შოას, ანუ ებრაელთა განადგურების კატასტროფის განაზრებას და რას გვთავაზობენ ადორნო და ჰორქაიმერი ამის საპირისპიროდ. აქცენტს სწორედ ანტისემიტიზმის ელემენტებზე გავაკეთებ, სადაც შემდეგ მესამე ნაწილში განვიხილავ გვიანდელ კაპიტალიზმში ცირკულაციის სფეროს გაუქმების თეზისზე და პათიური პროექციის თეორიას განვიხილავ. ამის მიზანია პასუხი კითხვაზე, მარტივად რომ ვთქვა, თუ რატომ ებრაელები და რატომ მათი განადგურება სრული, რაც ისტორიულად ასე ვთქვათ, სინგულარული ერთჯერადი მოვლენა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. მანამ არ ნახული სახის ანტისემიტიზმი. შემდეგ მეოთხე ნაწილში ვისაუბრებ ნაციონალ-სოციალიზმის ახლებული წარმოების ფორმაზე, რომელიც უკვე არ აღირებულების გაშუალებულ მოხსნას, როგორც პროგრესულ მოძრაობას უნდოდა, არამედ მის უშუალო განხორციელებას ისახავდა მიზნად, უშუალოს ნიშნავს საზოგადოებრივი გაშუალებების გარეშე. ეს აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ნაციონალ-სოციალიზმი იყო ანტიკაპიტალისტური, კონფორმისტული ჯანყი და სანამ ამ ანტიკაპიტალიზმს არ გავიაზრებთ, ვერ მივხვდებით სავარაუდოდ იმასაც, თუ რატო ჭარბობს ანტისემიტიზმი დღეს. როგორც ითქვა შესავალში, მართალი გითხრათ, არა იმდენად მემარცხენეებს შორის, არამედ სწორედ მემარჯვენეებს შორის, არამედ მემარცხენეებშიც და პირველ ყოვლისა მემარცხენეებში. ბოლოს დავასრულებთ მოკლედ ამ პოსტნაცისტური საზოგადოების ანალიზით, ანუ იმით, თუ როგორ იხსნა თავი ანტისემიტიზმმა, რა სახით იხსნა თავი ანტისემიტიზმმა პოსტნაცისტურ საზოგადოებაში, რომელში როცა ელიმინატორული ანტისემიტიზმი ოფიციალურად, ასე ვთქვათ, აკრძალულია, თუ რა თქმა უნდა, არ გავითვალისწინებთ შუა აღმოსავლეთს. ეს არის ჩემი ხუთი ნაწილი. გავიმეორებ, რომ მე არ მინდა მოგაწყენოთ თავი, თუ კი რაიმე მომენტში მე შევჩერდები მონაკვეთებს შორის და ერთად განსაზღვროთ, გავაგზავნოთ თუ არა. მოკლედ, როცა განმხილების დიალექტიკა იწერებოდა, დასავლეთის პროგრესული მოძრაობა სრული კრახის წინაშე იდგა. საზოგადოებრივი საშინელება, რომელსაც თეოდორ ადორნომ და ჰორქაიმერმა, მაქს ჰორქაიმერმა ახალი სახის ბარბაროსობის ცნება უნახეს, სრული რეალიზაციისკენ ისწრაფოდა. ამის შედეგი იყო კატასტროფა, რომლისთვისაც ჰოლოკოსტის ან შოას სახელის დარქმევა მხოლოდ იმის უძლური მოწმობაა, რომ საკუთარი არათანაზომიერების გამო ეს მოვლენა წვდობანდობის ფარგლებს ცდება. განმხილების დიალექტიკის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს, რომ განმანათლებლობა, რომელიც მითოსიდან, ანუ ბუნების მორჩილებიდან აღმოცენდა წინა ისტორიულ პროცესში, საკუთარი განვითარების შედეგად თავად მითოსს დაუბრუნდა და ამ ახალი სახის ბარბაროსობაში ჩაეფლო. ამის მოტივატორი სწორედ ევროპელ ებრაელთა განადგურების სინგულარული მოვლენა აღმოჩნდა და თავიანთ ნაშრომში ფრანკფურტის სოციალური კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მლავტორები, ადორნო და ჰორქაიმერი, წვდნენ იმის აუცილებლობას, რომ მეცნიერების განმანათლებლური კრიტიკიდან, რასაც წიგნის თავდაპირველი პროექტი წარმოადგენდა 1929 წელს დაიწყეს, უკვე გადასვლა აღმოჩნდა აუცილებელი თავად განმანათლებლობის სამეცნიერო კრიტიკაზე, როგორც ასეთზე. თავდაპირველი მიზეზი იყო მარტივად რომ ვთქვათ, იმის გარკვევა, რატო არ მოხდა სოციალისტური კომუნისტური რევოლუცია პროგრესულ გერმანიაში, ის დაგეგმილი იყო 1923 წელს და ყველამ ვიცით, რომ კრახით დასრულდა. ამ მეორე მსოფლიო ომის პროცესში წიგნის თემატიკა შეიცვალა იმით, არა რატომ დასრულდა რევოლუცია კრახით, არამედ რატომ დასრულდა ცივილიზაცია, როგორც ასეთი კრახით.
და პირველი ვერსია ამ წიგნის გამოიცა უკვე 1954 წელს. ესეც მნიშვნელოვანია, მიმეოგრაფიული ასლი იყო, ამსტერდამში დაბეჭდეს, მთელი ინსტიტუტი გახიზნული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და მხოლოდ 47 წელს გამოიცა პირველ, ასე ვთქვათ, წიგნად და შემდეგ ინსტიტუტის გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ხელახლა ფართო მასშტაბით. და მას შემდეგ მოიპოვა დიდი გავრცელება. აი აქცენტი, ესე იგი, გავაკეთოთ, მე დავიწყებ ადორნოს და ჰორქჰაიმერის კრიტიკის თანახმად, რა არის გამაერთიანებელი ორივე, ერთი მხრივ ტრადიციული მარქსისტული და მეორე მხრივ ბურჟუაზიული ისტორიის გაგებისათვის, კერძოდ კი ის რწმუნებულობა, რომ ისტორიას აქვს ინტელიგენტური საწყისი. ეს წესრიგს ემორჩილება, ისტორიაში არსებობს ლოგიკა და მიუხედავად იმისა, თუ როგორ განისაზღვრება ეს ლოგიკა კონკრეტულად, ხო? ასე ვთქვათ, ტრადიციულ ბურჟუაზიულ თეორიებში კერძო უტილიტარიზმი, ან სოციალური სისტემების თვითრეგულაცია არის აღიარებული პრინციპი ისტორიის. ტრადიციულ მარქსიზმში ეს არის საწარმოო ძალების და საწარმოო ურთიერთობის წინააღმდეგობის დიალექტიკური ლოგიკა. ამიტომ ისტორიისათვის ორივე კუთხით ცნებობრივად წინასწარ მინიჭებულია ლოგიკა, მაგრამ ებრაელების განადგურება მასში არავითარი სახით არ ჯდება, ანუ ვარდება ჩარჩოდან. ისტორიული წყაროების საფუძველზე დღეს და უკვე მაშინ შეიძლება ითქვას, მხოლოდ რთული კონსტრუქციებით თუ არ უარიყოფა ის, რომ 6 მილიონი ებრაელი არ მოკლეს არც ეკონომიკური მოგების მიზნით, არც ომის იმპერიალისტური მიზნებიდან გამომდინარე, არც მათ მიმართ ევროპაში სავარაუდოდ თანდაყოლილი სიძულვილის თუ შურის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ფენომენი ამ პროცესის თანხლების შესაძლებლობის პირობები იყო. ამიტომ ებრაელების განადგურება მეორე მსოფლიო ომის ზოგადი ფონიდან ისეთ მოვლენად იკვეთება, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. სიძულვილი ებრაელების მიმართ კი მისი წინაპირობა, რომელმაც ნაციონალ-სოციალიზმში ელიმინატორული, ანუ განმანადგურებლური ფორმა მიიღო, თავად არის ასახსნელი. ანუ თუ ანტისემიტიზმი არ არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც კაცობრიობას როგორც ასეთს ახასიათებს, ის არ არის არც ჩვეულებრივი რასიზმი. ანტისემიტური რესენტიმენტი ეთნიკური ჯგუფის მიმართ ცრურწმენაზე დაფუძნებულ ანტიპათიას აღემატება და ამ კუთხითაც ის ისტორიულად განსაკუთრებული ფენომენია. პირველი ნაწილი ანტისემიტური შეშლილობა და რასისტული სიძულვილი. დღევანდელი საქართველო დიდად არ განსხვავდება ევროპული და ამერიკული დისკურსებისგან, სადაც ანტისემიტიზმის მნიშვნელობას ასევე ამცირებენ. ჯერ კიდევ ასე 10 წლის წინ ერთ-ერთ სტატიაში ავტორი გიორგი ბასილაია ანტისემიტიზმს ციტატა ყოველივე ებრაულისადმი უკიდურეს ნეგატიურ დამოკიდებულებას ციტატის დასასრული უწოდებს და ამატებს მათ მიმართ ანტიპათიური დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი მათი წარმატება ციტატის დასასრული. ბასილაია მეტწილად ამერიკელი ავტორის ჯორჯ გილდერის ცნობილ ნაშრომს ეყრდნობა, აქ ანტისემიტიზმის სპეციფიკურობას მანიპულირებელ თეზისებს გადმოსცემს, იქიდან თვით ებრაელებისადმი სავარაუდო საყოველთაო შურის მიზეზის ისეთი მოარული სტატისტიკური მტკიცებულებების ჩათვლით, რომ მსოფლიოს 0.2% ებრაულ მოსახლეობას დღეს ნობელის პრემიების ლაურეატთა 22% შეესაბამება, რაც სტატისტიკურად სიმართლეა ცხადია. ბასილაიას მიერ გაზიარებული გილდერის არაისტორიული ხედვის სახასიათო გამოხატულება ასეთი ძირეული დებულებაა, ციტატა. რადგან ებრაელები როგორც წესი ჩვეულებრივზე უფრო მეტად არიან წარმოდგენილი ოსტატობის მწვერვალებზე, დოგმატური რწმენა, რომლის თანახმადაც ბუნება უპირატესობას ანიჭებს თანასწორ შედეგებს, კაპიტალიზმის მიმართ მტრულ განწყობას იწვევს და ულმობილად ანტისემიტიზმს ბადებს, ციტატის დასასრული. მაგრამ თუ კი ამ დიაგნოსტიკურ
განსაზღვრებას მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე გადავიტანთ, აღმოჩნდება, რომ ჩვეული ანტისემიტური ბრმა ხატი, რომლის თანახმადაც ებრაელები ერთდროულად გერმანელებზე აღმატებულებიც და ძალმოსილნიც არიან და მათზე მდაბიონიც და ბინძურნიც, საკუთარი ბრჭყალებში დადებითი ასპექტით თავად ბასილაიასა და გილდერთან ხვდება. ასეთი მარტივი კონსტრუქცია ისტორიულ სინამდვილეს ვერ წუდება, ნაციონალ-სოციალისტების 1933 წელს გაბატონების მომენტში დასავლეთ ევროპის ებრაელები, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ასიმილირებას ითხოვდნენ, დიახ, ნაწილობრივ არაორდინალურ წამყვან პოზიციებს აღწევდნენ, სწორედ გერმანიის მოხელეთა კლასში, ეკონომიკაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაშიც. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მეტწილად გაღარიბებულ აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებზე, რომლებიც 2-დან 3 მილიონში ადგენდნენ ეს ევროპელ ებრაელთა უდიდეს ნაწილს. ამ ხელოსნებსა და წვრილ ვაჭრებს, რომლებიც პოლონეთიდან რუსეთის დამკვიდრებულ ეგრეთ წოდებულ ჩირტა ასედლოსტი დასახლების ზონამდე ბინადრობდნენ, საქართველოს ჩათვლით, ცხადია, იშვიათად თუ ჰქონდათ შესაშური არსებობა. მათ მეტწილად სიღარიბეში და შეზღუდული პოლიტიკური უფლებებით უწევდათ ცხოვრება. მეტიც, ორივე ავტორის მსჯელობა ნაციონალ-სოციალისტურ გამანადგურებულ ანტისემიტიზმს იმპლიციტურად რაციონალურ მარშვალს მიაწერს. თუ კი ებრაელები, როგორც ხალხი, მართლაც გერმანელებზე უფრო წარჩინებულნი იყვნენ, მაშინ გერმანელების შიში არ დამარცხებულიყვნენ იმ საერთაშორისო კონფრონტაციაში, რადაც ნაციონალ-სოციალისტების თამადობით ისინი არიული და ებრაული რასების ეპოქალურ შეტაკებას სახავდნენ, პათოლოგიური ილუზია არ ყოფილა, არამედ სინამდვილეში რაღაც საფუძველი ჰქონია. ასეთ შემთხვევაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი გერმანელების რეაქციას გროტესკულად უნდა განიმარტოს, მართალია უზომოდ გადაჭარბებულ, თუმცა რაციონალური საფუძვლის მქონე თავდაცვით ქმედებად. გერმანელები ებრაელებს კაპიტალიზმთან მართლაც აიგივებდნენ, თუმცა არ არის აუცილებელი ეს ბუნებრივი ეგალიტარიზმის რწმენით საზრდოობდეს, როგორც ამას გილდერი ამტკიცებს. არამედ ეს გაიგივება კაპიტალის რეალურ თვისებას უკავშირდება, გადათელოს და შეცვალოს ყველა ტრადიციული ურთიერთობა საკუთარი აკუმულაციის პრინციპით გამოწვეული დაუღალავი მობილურობის შედეგად. ნაციონალ-სოციალიზმში ასეთ მობილურობასთან ასოცირდებოდა უპირველეს ყოვლისა წამგლეჯი, Raffendes, ფინანსური კაპიტალი, რომელსაც ეგრეთ წოდებულ პატიოსან შემოქმედ Schaffendes კაპიტალს უპირისპირებდა. წამგლეჯ კაპიტალს თავის მხრივ ებრაელებს, შემოქმედ კაპიტალს კი დარბაისელ გერმანელ შრომელ ხალხს უიგივებდნენ. თუმცა მარქსის კრიტიკაც გვასწავლის, რომ ფინანსური კაპიტალის სხვა სახეობებისგან დამოუკიდებლად არ არსებობს, ის მხოლოდ წარმოებლური კაპიტალის მეტამორფოზაა და პირიქით. სწორედ კაპიტალის, როგორც ასეთი სტრუქტურულად კრიზისული მოძრაობა იწვევს უპირველეს ყოვლისა მოქალაქეთა ეგალიტარიზმის მოთხოვნილებას, როგორც კონკრეტული ერების რეაქციას ამ კაპიტალის გავრცელების პროცესის მიმართ. ერების ბირთვი შეიძლება ითქვას ისედაც ყოველთვის რასისტულია, რაც არ უნდა მეტად ან ნაკლებად სამოქალაქო სამართლებრივი ფორმა ჰქონდეთ სხვადასხვა ეროვნულ სახელმწიფოებს, ერი კერძო სახელმწიფო სუვერენის მიერ საკუთარი მოქალაქეების სხვა ხალხებისაგან გამიჯვნას ეფუძნება. რაც არნიშნავს, რომ ერის შიგნით გარკვეული მრავალფეროვნება და მაგალითად ეთნოსების იერარქია გამოირიცხება. ასეთი გამჯვნის კრიტერიუმი კი ვერ იქნება ადამიანების უნივერსალური თანასწორობა, არამედ ერი ყოველთვის კერძო ბუნებრივი ნიშნებით ისტორიულად კონსტიტუირებულ ერთობას წარმოშობს. ამდენად, ნებისმიერ თანამედროვე მოდერნულ ნაციონალიზმში ანტისემიტიზმი მიდრეკილების სახით უკვე მოცემულია, რადგან ერი
თანამედროვე საზოგადოებაში სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ბრჭყალებში პატიოსანი კაპიტალის დაცვის მექანიზმი უცხო ბრჭყალებში გამყვლეფი ან იმპერიალისტური კაპიტალისაგან მის უკან კი როგორც ტორი ამბობს ყოველთვის ებრაელი ანუ ურია იმალება თუმცა ბასილაია და გილდერი ვერ ხსნიან იმას თუ რატო გამოიწვია ებრაელებისადმი შურმა მაშა სადამე სიძულვილმა ნაციონალ-სოციალისტების უმაგალითო გადაწყვეტილება ევროპის მთელი ებრაელობა გაენადგურებინათ. რატომ არ დაყაბულდნენ ისინი, თუნდაც მხოლოდ მართლაც წარმატებულთა მოსპობით და უარი თქვეს დანარჩენ უბედურ შეულთა საკუთარი ეკონომიკური სარგებლისათვის გამოყენებაზე. თუ კი დღეს ეს სიძულვილი პირველ რიგში ეკონომიკურად დაწინაურებული ისრაელის ამ ერთაშორის ებრაელის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც 7 ოქტომბერმა კიდევ ერთხელ მომაკვდინებლად ცხადყო, ავტორები ვერც იმას ხსნიან, თუ რატომ აქვს მაგალითად ისეთ ისლამურ ორგანიზაციას, როგორიცაა ჰამასი, ისრაელის სახელმწიფოს როგორც ასეთის მოსპობის და რა უბრალოდ მისთვის ეკონომიკურად, მეცნიერულად, კულტურულად გადასწრების სურვილი. ანტისემიტიზმის მერკანტილისტურ შურზე დაყვანით მისი ტრივიალიზაცია ხდება. ავტორების ნატურალიზმი, რომელთაც ისინი ებრაელებისთვის ფილოსემიტურად, აბსოლუტური წარჩინებულობის მიწერით, ექს ნეგატივო, ზოგიერთი ხალხისთვის ოსტატობის უნარსაც უარყოფენ, იმავე ყაიდისაა, რომელთაც ანტისემიტები თავად ანტისემიტებიც ებრაელებს ფულისა და კაპიტალის პერსონიფიკაციებზე, განსახიერებაზე დაიყვანენ. ასევე დაბრმავებულ უკვე სინამდვილის გაყალბებად იქცევა ანტისემიტური ანტიკაპიტალიზმის მხოლოდ მემარცხენეებისთვის ატრიბუცია, როგორც დღევანდელ მსოფლიო მასშტაბით, ისე ისტორიულ მე-19 საუკუნის ევროპაში. მემარჯვენე ანტისემიტიზმი, რომელსაც ბასილაია საერთოდ არც ახსენებს, იმ სტატიაში მხოლოდ ქრისტიანულ ანტისემიტიზმად ვიწროვდება, მაგალითად ისლამი საერთოდ არ ფიგურირებს. ერთი სიტყვით, ანტისემიტიზმი ანტიებრაული სტერეოტიპი კი არ არის, არამედ ის ამომწურავი მსოფლხედვაა, რომელიც მთელი სამყაროს ხატს იძლევა. ამიტომ არის ისეთი თეზისიც, რომელიც მათ სხვა სახის რასიზმებთან აიგივებს, ცდარი, როგორც მაგალითად საქართველოში არმენოფობიასთან, რასაც გიორგი მაისურაძე ახორციელებდა ერთ-ერთ მის სტატიაში, ასევე 10 წლის წინ უკვე, სახელით ანტისემიტიზმის ქართული ვარიანტი. რამდენად ზუსტიც არ იყოს ის, რომ საქართველოში მე-19 საუკუნეში დაწყებული კაპიტალიზაციის და ინდუსტრიალიზაციის პროცესში საშუალო და მსხვილი ბურჟუაზიის დიდი ნაწილი ქალაქებში ეთნიკური სომხები და არა ქართველები იყვნენ, იმდენად უზუსტოა დებულება, რომ ციტატა ასეთ პირობებში მდიდარი სომეხი გაღატაკებული და დავალიანებული ქართველებისთვის ისეთივე მტრის და სისხლის მსმელის ხატებად იქცევა, როგორც მდიდარი ებრაელია, გერმანელი ან რუსი ნაციონალ-სოციალისტებისთვის, ციტატის დასასრული. გერმანიაშიც და რუსეთშიც ებრაელები სძულდათ იმისგან დამოუკიდებლად მდიდრები იყვნენ ისინი, თუ ღარიბები, მდიდრებსაც და ღარიბებსაც. ანტისემიტიზმი, როგორც ეს უკვე ადორნომ და ჰორკაერმერმა იცოდნენ, ნამდვილ ებრაელებთან ნამდვილი ურთიერთობისაგან დამოუკიდებელია. არამედ იმ პროცესია დაფუძნებული, რასაც ავტორები ჰორკაერმერი და ადორნო ანტისემიტიზმის ელემენტების თავში პათიურ პროექციას უწოდებენ. ამაზეც გესაუბრებით თუ მივახცევთ. ხოლო მართალია საქართველოში სიძულვილი სომხების მიმართ სხვადასხვა პერიოდებში უეჭველად განსხვავებული ინტენსივობით სავარაუდოდ შეიძლება დასაბუთდეს. სომხებს ისევე როგორც არც ერთ სხვა ეთნიკურ ჯგუფს, არც საქართველოში და არც სხვა ხრიოკ ნიადაგზე, სადაც კი მათ მიმართ სიძულვილი შეიძლება ღვივებდეს, არასოდეს არ მიაწერენ მსოფლიო ეკონომიკური პროცესების უკან მყოფი იდუმალი ძალის სტატუსს, რომელიც მთელი დედამიწის მასშტაბით
ყველა გადამწყვეტ ადგილზე ამ პლანეტის ბედისწერას მართავს, როგორც ეს ებრაელებს მიეწერება. თუ პრემოდერნულ ანტისემიტიზმში ებრაელი უპირველეს ყოვლისა იყო ადგილობრივი მევახშე და ვაჭროკანა, ახალი დროის კაპიტალისტური ურთიერთობების გლობალურად გავრცელებასთან ერთად, ებრაელი უკვე იქცა იმ ყოველივეს განსახიერებად, რაც დამკვიდრებული ტრადიციული ბუნებრივი სოციალური ურთიერთობების გამხრწნელად აღიქმებოდა. თავად კაპიტალიზმისა. ნაცისტურ გერმანიაშიც მათ მიეწერებოდათ როგორც ლიბერალიზმის, ისე ბოლშევიზმის ჩრდილოვანი დაფინანსება, ებრაელთა მსოფლიო შეთქმულებას კი საბოლოოდ ხელი ერია ყველგან და ყველაფერში, რაც ციტატა პატიოსანი, შრომელი ადამიანისა და საყვარელი ერის ცხოვრებას მარწუხად აწვებოდა. რასიზმი არის სიძულვილი მთელი ეთნოსისა, რომელიც კონკრეტული ემპირიული ისტორიული ურთიერთობებით არის განპირობებული. ანტისემიტიზმი არ არის ასეთი რასიზმი, ის პირიქით ერთგვარი აპრიორი სქემის ნაწილია, რომლითაც დღევანდელ საზოგადოებაში სამყარო იდეოლოგიურად განიმარტება. ერთი რასიზმი მეორეს არ გამორიცხავს, არამედ უცხოს სიძულვილი იმავე ძირეული სოციალურ-ფსიქოლოგიური დისპოზიციის ნაწილია, რომლის პირველი გამოხატულებაც დღეს არის ანტისემიტიზმი. თუმცა დღეს მათ თანამედროვე ჩვენ საზოგადოებაში მეტწილად ნაცისტური ელიმინატორული და საერთოდ ექსპლიციტური ანტისემიტიზმისგან განსხვავებით, ეგრეთ წოდებული ჭალებში სტრუქტურული მაშასადამე ფახრული სახე აქვს. ამ დისკუსიაზე შემიძლია განვავრცო თუ კი საჭირო იქნება მსჯელობა მოგვიანებით. არც საქართველოში, მიუხედავად ამისა, არც საქართველოში არ არის საჭირო და არც შესაძლებელი, რომ ანტისემიტიზმი არმენოფობიით ან რაიმე სხვა სახის რასიზმით ჩანაცვლებულად ვიგულოთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ღია ანტისემიტიზმი როგორც წესი ზნეობრივად იკიცხება და როცა პოლიტიკური ქმედების მოტივატორი ხდება, სამართლებრივადაც ისჯება, თუმცა ის რასაც ჰორქჰაიმერი და ადორნო ავტორიტარულ სიის მენტალობას, ticket mentalityt უწოდებენ და ამ საზოგადოებების იდეოლოგიური საყრდენია, სახელდობ განრისხება ყოველივეთი, რაც გვიანდელ კაპიტალიზმში თვითგადარჩენის ლოგიკისაგან განსხვავებულია, უკვე იმთავითვე ანტისემიტურია. ისტორიულად სწორედ ებრაელები, ისევე როგორც ჰორქჰაიმერის და ადორნოს თანახმად, ქალები, ცხოველები, საერთოდ სუსტები არიან ის ჯგუფები, რომლებიც როგორც თვით გადამრჩენი ბატონობისაგან ყოველთვის დაშორებულნი მის ობიექტს წარმოადგენენ. მეორე ნაწილი ცივილიზაციის გაუჩინარება და ისტორიკოსთა დავა. ნაციონალ-სოციალისტური გერმანია იმით გამოირჩევა, რომ აქ ანტისემიტურმა მსოფლხედვამ საზოგადოებრივი რეალობის საკუთარი ხატის მსგავსად გარდაქმნა მართლაც მოახერხა. ებრაელების განადგურება ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის თვითმიზანი იყო. ნაციზმის საზოგადოებრივი წყობილების სიახლე კი, რომელშიც ადორნო და ჰორქჰაიმერმა ახალი სახის ბარბაროსობა ამოიკითხეს, იმაში მდგომარეობდა, რომ სხვა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი ზომები საკუთარ შეშლილობაში ამ თვითმიზნის მიღწევის საშუალებად იქცა. გერმანული Volksgemeinschaft, ანუ რასობრივი სახალხო ერთობისათვის, ეს თვითმიზანი სიკვდილ სიცოცხლის საკითხად აღიქმებოდა. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს თავად უნივერსალურად მიჩნეული უწყვეტი ისტორიული ლოგიკის რეალობას, რომელიც ახალი დროიდან მოყოლებული ლიბერალისტურ-კაპიტალისტური საზოგადოების საწყისების ჩამოყალიბების შემდეგ საკუთარი თავის მსოფლიოში რაციონალური წესრიგის სახით დამკვიდრებას ცდილობდა. ამდენად ერთი შეხვედრით გამართლებული ჩანს დისკუსიებში ისტორიული უწყვეტობის საპირისპირო ინტერპრეტაცია. რამდენადაც ის ხაზს უსვამს ებრაელების განადგურების სინგულარულობა.
სოლ ფრიდლენდერი საკუთარ ისტორიულ კვლევებში სწორედ ნაციონალ-სოციალისტური ანტისემიტიზმით გამოწვეული კატასტროფის არაშედარებითობას წარმოაჩენს. ამ ანტისემიტიზმს იგი მხსნელს Salvatore უწოდებს, ციტატა, მხსნელი ანტისემიტიზმი რასობრივი დეგენერაციის, შიშისა და რელიგიური დახსნის რწმენიდან დაიბადა, ციტატის დასასრული. მის თანახმად, გერმანული სახალხო ერთობა თვითგადარჩენის აპოკალიფსურ ბრძოლაში იმყოფებოდა, ებრაელები კი, როგორც ამ ერთობისათვის უბედურების მომტანები, უნდა განადგურებულიყვნენ. ასეთი დაშვებით, განმანადგურებლური ანტისემიტიზმი საბოლოოდ რელიგიურ მასშტაბსადამე რაციონალურად აუხსნად მოვლენაზე დაიყვანება. ფრიდლენდერი აქცენტს აკეთებს გერმანული ნაციის სპეციფიკურ სტრუქტურულ განსხვავებაზე სხვა ევროპული ქვეყნებისაგან, სადაც ეროვნული სახელმწიფოს ფორმირებაში, მაგალითად, საფრანგეთთან კონტრასტში, არა ცენტრალიზებული სახელმწიფოს უნივერსალური განმანათლებლური პრინციპი, არამედ პარტიკულარული ეთნო-კულტურული თემის იდეა თამაშობდა გადამწყვეტ როლს, რაც გერმანული რომანტიკული მოძრაობიდან აღმოცენდა. იგი განმარტავს გერმანიაში სხვა ევროპულ სახელმწიფოებისაგან განსხვავებით völkisch ხალხოსნური იდეოლოგიის მწყობრი სისტემის სახით ჩამოყალიბებასაც, რაც ამ დროს გერმანული ანტისემიტიზმის შედეგად უნდა იქნეს განხილული და არა მიზეზად. რადგან საკითხავია თუ რატომ მოხდა რიხარდ ვაგნერის, ბაიროითის წრის, ალფრედ როზენბერგის, ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენის, ადოლფ ჰიტლერისა და სხვების მიერ ფორსირებული ანტისემიტური იდეოლოგიის სწორედ გერმანიაში ერთ პოლიტიკურ ძალად შეკვრა. ფრიდლენდერის ნაშრომში საბოლოოდ უპასუხოდ რჩება კითხვა, თუ რატომ იყო არიულ რასიზმში რასობრივი დეგენერაციის პირველ საფრთხედ მიჩნეული სწორედ ებრაელები. რატომ ითვლებოდა, რომ თუ კი არიული სისხლი არ გარიწმინდებოდა უპირველეს ყოვლისა ებრაელებისაგან, მათი ან გასახლების, ან განადგურების გზით გერმანიის Volksgemeinschaft ვერასოდეს მიაღწევდა ბედნიერებას. მაგალითად, გერმანიის მესამე რაიხში ეგრეთ წოდებული გენერალური გეგმა აღმოსავლეთის მიხედვით სხვა ხალხების განადგურების გეგმებიც არსებობდა, მათ შორის პოლონელების. თუ კი ის შესრულდებოდა მარქსის ისტორიკოსების სიუზანე ჰაიმის და გიოტს ალის ზედმიწევნითი გამოთვლით, 5-დან 1 პოლონელი განადგურდებოდა. მაგრამ ეს გეგმები რეალობისაგან ისევე დაშორებული დარჩა პოლონელების შემთხვევაში, როგორც სწორედ პოლონეთში აგებული საკონცენტრაციო ბანაკები არა მარტო პოლონელი ებრაელების თითქმის სრული განადგურების შემდეგ გერმანელებმა ადრევე გეგმაზომიერად დახურვისათვის გაამწადეს. წყაროები იმასაც ხატყოფენ, რომ არც ყველა პოლონელის განადგურება არ იგეგმებოდა ებრაელებისგან განსხვავებით, ეს გადაწყვეტილება 1942 წლის ვანზეს ფარულ კონფერენციაზე NSDAP-მ ეგრეთ წოდებული ენდლოზუნგის საბოლოო ებრაელთა პრობლემის საბოლოო გადაჭრის სახით მიიღო. და მის განხორციელებასაც შეუდგა როგორც ცნობილი. მოკლედ, ხსნელი ანტისემიტიზმის რელიგიურ განზომილებაში არ იგულისხმება ის, რომ ის ქრისტიანული ანტისემიტიზმით იყო განპირობებული. ქრისტიანული ანტისემიტიზმის საწყისი იუდაიზმის მიერ თავად ქრისტიანობის მიუღებლობაა, რაც ებრაელების მიერ ქრისტეს როგორც ღმერთ ადამიანის უარყოფასა და მკვლელობის ბრალდებაში იჩენს თავს. ქრისტიანულ ანტისემიტიზმს დასავლურ თუ აღმოსავლურ ქრისტიანობაშიც სასიკვდილო პოგრომების, განდევნის, შევიწროების ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ის არ მისულა იმ ელიმინატორულ ფორმამდე, რაც ანტისემიტიზმმა გერმანულ რაიხში მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ქრისტიანული ანტისემიტიზმის წინა ისტორიიდან აღმოცენდა. მხსნელი ანტისემიტიზმის რელიგიურობა იმას გულისხმობს, რომ ებრაელების არჩევანი შემთხვევითი, ცარიელი ირაციონალური წამსის აქტი იყო. ფრიდლენდერი ასევე უთითებს მის სხვა წინაპირობებზეც, მაგალითად 19 საუკუნეში გერმანიის სწრაფი
მოდერნიზაციით გამოწვეულ ტრადიციული ურთიერთობების ტრანსფორმაციაზე, რამაც გერმანიაში ისედაც დამკვიდრებული მოდერნული ურთიერთობების წინააღმდეგ რეაქცია გააღრმავა. თუმცა, ფრიდლენდერი გენეტიკურად არ უკავშირებს ერთმანეთს ანტიმოდერნულ რესენტიმენტსა და სპეციფიკურად ებრაელების, როგორც ამ მოდერნული ურთიერთობების მცდარი პერსონიფიკაციის სიძულვილს. ფრიდლენდერისთვის, ისევე როგორც ისრაელელი ისტორიკოსი დან დინერისთვის, საბოლოოდ, როგორც ებრაელების მსხვერპლად არჩევანი, ისე აუშვიცი, ციტატა, წვდომის შავ კოლოფად, Black Box of Understanding. აუხსნად მარადიულ საიდუმლოდ რჩება, ewiges Rätsel. შუას ისტორიული უწყვეტობის ლოგიკაში ჩართვა დამნაშავეებს მართლაც ბრალს ხსნით, რაც პირველად ადორნომ მინიმა მორალიას ერთ-ერთ აფორიზმში სროლიდან შორს გაანალიზა. ეს ნაშრომი ადორნომ დიალექტიკის პარალელურად დაწერა. ამ აფორიზმში მითითებულია აპორიაზე, რომ ამ შემთხვევაში თუ მას ებრაელთა განადგურებას ისტორიულ კონტინუუმის კონტექსტში ჩავცვალთ, გამოდის, რომ კონკრეტული მოქმედი პირები, მათი ინტენციები მეორადია, ასე ვთქვათ, არსებობს საზოგადოებრივი ლოგიკა, რომელიც მიგვაქანებს ელიმინატორული ანტისემიტიზმისგან და კატასტროფაზე ამგვარად პასუხისმგებლად სწორედ ეს ისტორიული სტრუქტურები, თუ ზედროული სტრუქტურები, რელიგიური ახსნის შემთხვევაში ცხადდება და არა კონკრეტული დამნაშავეების ქმედებები. ამდენად ინტენციონალისტების ხაზგასმა მართებულია, ხო? ანუ ინტენციონალისტების კონტექსტს ეკუთვნიან დინერი, ფრიდლენდერი და სხვაებიც. ამავე დროს, სწორედ ამით ინტენციონალისტები პარადოქსულად თავად ახდენენ შუას უნებლიე რელატივიზებას. თუ კი შუა დასავლური და საერთო ცივილიზაციის ლოგიკიდან ამოვარდნა, რომლის განსჯაც საბოლოოდ შეუძლებელია, მაშინ ყოველთვის, როცა ისეთ ისტორიულ პირობები დადგინდება, რომლებშიც ამ ცივილიზაციის ინტეგრალური ელემენტები უკუღდებულია, მაგალითად, საბჭოთა კავშირში, სადაც სავარაუდოდ მუდმივი კერძო საკუთრების მოხსნის რეალური მცდელობა განხორციელდა, მაშინ ჩვენ დაუყოვნებლივ საქმე უნდა გქონდეს ისეთივე ცივილიზაციის წყვეტასთან, რაც დინერმა ებრაელების განადგურების კატასტროფას უწოდა. დინერი ნეგატიურად ცივილიზაციის ლოგიკის აღიარებას, არსებობას აღიარებს, რომელთანაც არაფერი აქვს საერთო შუას. ამის შედეგად კი იმთავითვე დანაშაული ეხსნებათ მემკვიდრეებსაც, როგორც გერმანელებს, ისე თლიან დღევანდელ საზოგადოებას. ეს კი ადორნოს ანალიზით სროლიდან შორსში ნაციონალ-სოციალიზმის პოსტნაცისტურ საზოგადოებაში გამარჯვებას უთანასწორდება. სტრუქტურული კავშირი თანამედროვე გერმანიასთანაც და თანამედროვე საზოგადოებასთანაც მთლიანობაში იმთავითვე გაწყვეტილია. წინასწარ უკუიგდება იმის შესაძლებლობა, რომ თანამედროვე დემოკრატიულმა პოსტნაცისტურმა სახელმწიფოებმა სულაც არ ჩამოიშორეს ის არსებითი ელემენტები, რომლებმაც ისტორიულ პროცესში გამოიწვიეს ებრაელების განადგურება. დინერის და ფრიდლენდერის პოზიცია საბოლოოდ ამ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების ლეგიტიმაციას იძლევა. ცხადია, რომ როგორც დინერი უთითებს ჰაიმისა და ალის კრიტიკისას, მათში მასობრივი მკვლელობები, როგორც ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში არ ხდება, თუმცა ის ისტორიული წინაპირობები, რომლებიც ადორნომ და ჰორქჰაიმერმა ბარბაროსობის რეალიზაციისთვის ნაციზმის შემთხვევაში აღწერეს, თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც შენარჩუნებული რჩება. ხოლო ანტიდემოკრატიულებში განმანადგურებული ანტისემიტიზმი, მისი ისლამური ვარიაციით პირდაპირ ქმედებაზეც გადადის, როგორც ისრაელის უმებმა და ბოლოს 7 ოქტომბრის მოვლენებმა გვიჩვენა. ცივილიზაციის წყვეტის თეზისში იმპლიცირებული ცივილიზაციის დაბრუნება დღევანდელ ევროპასა და დასავლეთში წაიმძღვარებს ნახტომს ისტორიულ მსვლელობაში.
რომელიც ნაციონალ-სოციალისტურ წარსულსა და დღევანდელ სინამდვილეს შორის გადაულახავ უბსკრულს გადახსნის. ასეთი ანალიზის ხიფათი კი აშკარაა. თუ დაუშვებთ შესაძლებლობას, რომ ის პირობები, რამაც ისტორიულად, კონკრეტულ ვითარებაში გაუგონარი მოახდინა, დღესაც არის შენარჩუნებული, მაშინ ვეღარ გამოირიცხება იმის შესაძლებლობაც, რომ საშინელება, რაც ერთხელ უკვე ისტორიულად ნამდვილი გახდა, კვლავაც გამეორდეს. ის უკიდურესი, რაც ერთხელ უკვე განხორციელდა, გვაიძულებს სწორედ დღეს ჩვენ, ვინც კაცობრიობის ამ გამოცდილების შემდეგ ცხოვრობს და იცის, რომ ის არათუ შესაძლებელი, არამედ ნამდვილი გახდა, ყველა ძალა იღონოს იმისთვის, რომ რაც მოხდა, არაფერი იმის მსგავსი აღარასოდეს არ გამეორდეს. ცივილიზაციის წყვეტის დაშვება კი იმთავითვე გამორიცხავს კავშირს წარსულსა და დღევანდელობას შორის. პარადოქსულად, საკუთარი გამართლებული მცდელობით წარმოაჩინოს შოას განუმეორებლობა, რათა არ იქნეს დაშვებული მისი დამნაშავეების ფუნქციონალისტური ექსკულპაცია, ის თავის საპირისპირომდე მიდის. ისინი კი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, როგორც ამბობს ადორნო აფორიზმში, გამარჯვებული რჩებიან, მანამ სანამ კაცობრიობა ინარჩუნებს იმ არსებობის ზოგად პირობებს, რომლებმაც დამნაშავედ მისცათ საშუალება გადასროლა განეხორციელებინათ. ფრიდლენდერის, დინერის, ასევე დენიელ ჯონა გოლდჰეიგენის კვლევები მიმართულია შოას ეგრეთ წოდებული ეკონომისტური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ. ასეთ არანაკლებ აპორიულ ინტერპრეტაციას ისტორიული პროცესის ავტომატიზმზე დაფუძნებული ისტორიის ფილოსოფია ახასიათებს. ისტორიის წყვეტატობაზე დაფუძნებული ახსნის საპირისპიროდ ის არა მარტო ჰანს მომცენის მსგავს ფუნქციონალიზმში გვხდება, სადაც დანაშაულში მონაწილეთა ანტისემიტური ინტენცია მეორე ხარისხოვნად ითვლება, საბოლოო გადაჭრა კი ენდლოზუნგ სახელმწიფოს შიდა ინსტიტუციური წინააღმდეგობებით და შეტაკებებით გამოწვეულ კუმულაციური რადიკალიზაციის თავისთავად პროცესად აღიწერება, როგორც ამას მომცენი უწოდებს. ამას გარდა, მას თვალნათლივ ტრადიციულ მარქსისტულ ისტორიოგრაფიულ კონცეფციაშიც აქვს ადგილი. ტრადიციული მარქსიზმისთვის, რომელსაც ეწინააღმდეგებიან ადორნო და ჰორქაიმერი, ისევეა დამახასიათებელი ისტორიული სვლის ობიექტური, ეკონომიკური კანონზომიერებებიდან ინტერპრეტაცია, როგორც ფუნქციონალიზმი ნაცისტურ გერმანიაში თვითქმედ პოლიტიკურ პროცესს ვარაუდობს. ტრადიციული მარქსიზმი ისტორიულ პროგრესიაში არსებით მნიშვნელობას კაპიტალიზმს ანიჭებს. ხაიმის და ალის თანახმადაც, იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი ფაზის განსაზღვრის შემდეგ, კაპიტალიზმი შინაგანი კრიზისული დინამიკით ხასიათდება. პროდუქტების გაცვლით ღირებულებაზე დაფუძნებულ ეკონომიკის ნიშანი არა საკუთარი სუბსისტენციისთვის წარმოება, არამედ საქონლის გაცვლითი ღირებულების რეალიზაციით ზედმეტი ღირებულების და მასშტაბსადამე კაპიტალის რეალიზაციაზე ორიენტაცია. კაპიტალიზმის დამკვიდრება ნაბიჯ-ნაბიჯ გარდასახავს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჯერ დასავლეთ ევროპაში და შემდეგ ტენდენციურად მთელ მსოფლიოში. ეს გამოხატულება პოულობს იმაში, რომ კერძო ნაციონალური სახელმწიფოები, რომლებიც ტრადიციული მარქსიზმის მიერ გაგებულია ენგელსის ციტატა იდეალურ ზოგად კაპიტალისტებად, ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების საერთო ბაზრის ინტერესების შეუპოვარი დამცველების სახით უპირისპირდებიან. ომი კი მათთვის უბრალოდ პოლიტიკის განსხვავებული სახის საშუალებაა, რათა ასეთი ინტერესები დაამკვიდრონ. ამ თვალსაზრისით, ნაციონალ-სოციალისტური გერმანია არსებითად არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა იმპერიალისტური ძალისგან. ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, პირველი მსოფლიო ომის კრახის შემდეგ აღზევებული გერმანული ნაციონალიზმი საკუთარი პოზიციების კვლავ გამყარებას ცდილობს. ნაციონალ-სოციალიზმი კი სხვა აღარაფერი აღმოჩნდება, თუ არა ასეთი ნაციონალიზმის რადიკალური გამოხატულება. მეორე მსოფლიო ომის წამოწყება ასეთი იმპერიალისტური ლოგიკის კონკრეტულ გერმანულ რეალიზაციად წარმოისახება,
იმ შემთხვევაშიც კი, როცა გერმანიას მაგალითად ჰანს მომსენივით განსაკუთრებულ გზას Sonderweg მიაწერა. თავის მხრივ ლიბერალურ დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის ნაწილი, იმავე იმპერიალისტური ინტერესების შესაძლოა სხვაგვარი ეფექტურობის მქონე საპირისპირო ძალად განიმარტება. მათში განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათ სამართლებრივი სახელმწიფო გააჩნიათ. იმპლიციტურად წარსულ ისტორიაში მხოლოდ საბჭოთა კავშირს უდასტურდება ამ იმპერიალისტური ლოგიკის გარღვევის განზრახვა. ტრადიციული მარქსიზმის ასეთი ინტერპრეტაციის ხაზში თავსდება სიუზანე ჰაიმის და გიოც ალის ნაშრომი საბოლოო გადაჭრის ეკონომიკის ანალიზი, რომელთა მიხედვითაც მას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა, ანუ საბოლოო გადაჭრას. ერთი მხრივ ებრაელების განადგურების პოლიტიკა გამოწვეული იყო ალის და ჰაიმის თანახმად რაციონალიზაციის ზომებით მესამე რაიხის მიერ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დაპყრობილ ტერიტორიებზე. ციტატა მოსახლეობის სიმჭიდროვის შემცირება, ციტატის დასასრული, რასაც რაიხის ეკონომიკურობის კურატორიუმის სახელმწიფო ეკონომიკის ცენტრალური გეგმავები ეგრეთ წოდებულ გენერალურ გუბერნიაში და სხვა შემოერთებულ, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ითხოვდნენ, გულისხმობდა ინდუსტრიულად განუვითარებელ სექტორებსა და ტერიტორიებზე წარმოებადობის რაციონალიზაციას. რის საშუალებაც იყო ზედმეტი მოსახლეობის განადგურება. ჰაიმის და ალის მიხედვით პარალელურ ზომად განიხილებოდა არარენტაბელური მცირე საწარმოების დახურვის, ებრაელების საკუთრებაში მყოფი საწარმოების ებრაელებისგან განწმენდის Enthüllung და მათი ბრჭყალებში არიელი კანდიდატების ბრჭყალების დასასრული ფლობაში გადაცემის გვერდით. მეორე მხრივ, მათ თანახმად, აგრარული ეკონომიკის ასეთი რესტრუქტურიზაცია მაშასადამე იქ დასაქმებულთა არარაციონალიზებადი ნაწილების, ეგრეთ წოდებული ჭარბი მოსახლეობის განადგურების მეშვეობით სოციალური საკითხის გადაწყვეტის საშუალება იყო. ესე იგი, გამოდის, რომ ნაცისტებს ეშინოდა ციღარიბეში დარჩენილთა მხრიდან ისეთივე სოციალური აჯანყებისა, როგორც 2 ათწლეულის წინ მოხდა რუსეთში საბჭოთა რევოლუციის სახით, განადგურებული ებრაელების გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილზე, უმუშევარი და გაღატაკებული რუმინელი, უნგრელი, უკრაინელი, სლოვაკი და პოლონელი მუშაკები უნდა დაესაქმებინათ და ამით თავიდან აეცილებინათ მათი უკმაყოფილი ჯანყი, რაც ბრჭყალებში მთელ ევროპას ემუქრებოდა. ამის შედეგად ჰაიმი და ალი საბოლოო გადაჭრის რაციონალურ ახსნას პოულობენ. მათ თანახმად ეს რაციო ნაციონალ-სოციალისტური მოსახლეობის პოლიტიკაა, რომელიც ეროვნულ სახელმწიფოთა ზოგად იმპერიალისტურ ლოგიკაში ეწერება, რაგით სასტიკიც არ ყოფილიყო მისი კერძო ნაცისტური საშუალებები. ებრაელების, როგორც არაპროდუქტიული ჭარბი მოსახლეობის განადგურებით, ეს ალის და ჰაიმის ციტატაა, საკვები პროდუქტები იზოგებოდა, რათა თეორიულად მაინც შეარაღების ინდუსტრიაში მომუშავე პოლონელი მუშების უკეთ გამოკვება შეძლებოდა. თუ კი ეს ჰაიმის და ალის თანახმად მოხერხდებოდა, თავდაცვის ეკონომიკის გერმანელი გენერლების რეალისტური ვარაუდით, შრომის პროდუქტიულობა უფრო გაიზრდებოდა ვიდრე მაშინ, როცა 2 ნახევრად შიმშილით მკვდარი გაინაწილებდა ამ სამუშაო ადგილს. გახმაურებულ კონტრარგუმენტზე კი, თუ რატომ არ ამუშავებდნენ გერმანელები ებრაელებს, რომლებსაც ჩამოართვეს ყველა უფლება და საკუთრება, უბრალოდ არხების გათხრებზე, არამედ მათ ხარჯავდნენ რა ამისთვის ტრანსპორტის შესაძლებლობის შრომას და მასალას, კლავდნენ პასუხი ამ ეკონომიკური და მოსახლეობის პოლიტიკის გათვლით გაეცემა. ციტატის დასასრული. ჰაიმის და ალის ერთი მხრივ და დინერის და ფრიდლენდერის პოზიციები მეორე მხრივ, ებრაელების განადგურების მნიშვნელობაზე გერმანიაში
1980-იან წლებში გამართული საჯარო დისკუსიის გაგრძელებაა. ეს ისტორიკოსების კამათის სახელით ცნობილი დავა დღეს არსებითია ჰოლოკოსტის გახსენების პოლიტიკისთვის მთელ ევროპაში და ჩვენ საქართველოში აქ და ახლა სწორედ ამ კონტექსტში ვიმყოფებით. ის ორგანიზებული რჩებოდა ისტორიის კონცეპტუალიზაციის ორი ხსენებული საპირისპირო პოლუსის ირგვლივ, წყვეტატობის და უწყვეტობის პოლუსებისა. დავა მას შესაძამე უტრიალებდა საკითხს, თუ იყო თუ არა შუა ნორმალური ცივილიზაციის უბრალო რადიკალიზაცია, თუ სწორედ ხსენებული ციტატა ცივილიზაციის წყვეტა. ციტატის დასასრული. არავის მოსდიოდა თავში, ხომ არ იყო ის საპირისპიროდ ცივილიზაციის გაუჩინარების მოწმობა, როგორც ამას ადორნოს და ჰორქჰაიმერის ტრადიციაში მყოფი დღევანდელი კრიტიკული თეორიის წარმომადგენლები უწოდებენ. ამით შევჩერდები, მესმის რომ ჩვენ სურს უფრო ინტერაქტიულ მოდულზე გადავიდეთ, მასალა გვაძლევს ამ საშუალებას, ამიტომ მოდით გავხსნათ დრო კითხვა-პასუხისთვის. დიდი მადლობა. Დევი, თუ არის ამის ესა რა ქვია, კითხვის დასმის ფორმატში გადავიდეთ, როგორ შეგვიძლია თუ მეც მაქვს მზადებული რაღაცა კითხვა კონკრეტული, მაგრამ ვთქვათ ვიგიდან ხო არ არის კითხვა. ანუ ძალიან კომპლექსური სურათია, ხო, სხვადასხვა პერსპექტივები და სხვადასხვა კონსტელაციები, რომელიც ფრაგმენტულად არის დამოყრილი ამ წიგნში. მე მინდა ცოტა გადმოვინაცვლოთ, თქვი ახლა აწყოზე რეალობაზე, ხო, და თან გადმოვინაცვლოთ საქართველოში. ჩემი ინტერესის საგანი გახდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ჩვენი კოლეგის და ფილოსოფოსის გიორგი მაისურაძის მიერ არის, მისი აზრი არის წარმოდგენილი. თუ ნებას მომცემთ, ეხლა ჩავრთავ ამ ვიდეოს, წუთზე ნაკლები არის. გიორგი მაისურაძე არის ილია უნივერსიტეტის პროფესორი და შემდეგ შევეცადოთ დევის დახმარებით გავაანალიზოთ იქ განხილული შინაარსები. ესა დევი თქვენ შენ გაგიზიარებ იმას რა ქვია ეკრანს რომ დაინახოთ ან კი ბატონო, მადლობა. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცაებისთვის ესა ნაცნობია ეს ვიდეო უკვე სულ რაღაც რამოდენიმე წუთს ერთ წუთზე ნაკლებია. კეთილი. ჰოლოკოსტის პარადიგმა, ოსვენციმის პარადიგმა მე-20 საუკუნეში, 21 საუკუნის ეს არის ღაზა. ჩვენ ღია კამერების წინ უყურებთ ოსვენციმში საკუთარ მოსახლეობას უმალავთ ნაცისტები რა ბოროტებას ჩადიოდნენ. და ისინიც კარგად ისრულებდნენ თავს. ვერ ხდებოდა, არ ვიცოდით. ყველას ესე კერა პირში. არ ვიცოდით რა ხდებოდა და დამწვარი ხორცისრული რომ მოდიოდა მიუხედავად რომ იყო დახაო 40 კილომეტრში და გარდა მთელი მილიონნახევრიანი ქალაქი ადამიანის ხორცის სული დამწვარი სული. თვითონ ვიღაცას ისე აქვს წვადებს თავს სადღაც და ისრულებს. ანუ ადამიანს შეუძლია თავის მოკატუნება ძალიან კარგად. ან დღეს ამისი საშუალებაც არ აქვს იმის საშუალება რომ მოვიკატუნოთ თავი და თქვათ რომ არ ვიცით ბაზარში რა ხდება. იმიტომ პირდაპირ ეთერში ვხედავთ ადამიანების ცოცხლად დაწვას, ბავშვების ჟლეტას, დახასახიჭრებას და აი მართლა ფაშისტური ნათანიაჰუს მთავრობას. მე ჩემას ვიტყვი, სანამ ნათანიაჰუ არ გასამართლდება საერთაშორისო სასამართლოს მიერ ადამიანურობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები. არა მარტო კაცობრიობის, მეორე მოკლედ ადამიანურობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები.
რეალურად საერთოდ ნებისმიერ ჰუმანიზმზე ლაპარაკი დღევანდელ სამყაროში შეუძლებელი იქნება. ჩვენ ვხედავთ, აი წარმოვიდგინოთ, რომ ოსვენციმის და დახაუს და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფილიყო ლაივ სტრიმები კრემატორიუმებიდან და გაზის კამერები და ჩვენ დღეს ლაივ სტრიმებს უყურებთ საკონცენტრაციო ბანაკებიდან, შეგვიძლია ვთქვათ. და ამაზე დუმილი საერთოდ ყველანაირ მორალურ ფუნდამენტს უნგრევს თანამედროვე სამყაროს. Okay. აი ნახეთ ადორნოს და ჰორქჰაიმერს აქვთ ესეთი ცნება, ეს მხოლოდ ვახსენი არ ამეხსნია, პათიური პროექცია, რომლის შინაარსიც იმაში მდგომარეობს, რომ ის რაც შენი შინაგანია, სტრუქტურული მახასიათებელია შენი როგორც ინდივიდის, რომელიც კონკრეტული საზოგადოების წევრია და აღზრდილია, ასე ვთქვათ, სოციალიზირებული ამ საზოგადოებაში, არაცნობი ექსტერნალიზაცია ხდება და სხვის თვისებად ცხადდება. პათიურ პროექციაში ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ მსხვერპლის და ბოროტმოქმედის ინვერსია ხდება. ანუ ის, ვინც არის მსხვერპლი, ცხადდება ბოროტმოქმედად და პირიქით. ამის მაგალითებს ხედავთ, აი მაისურაძის კონტრიბუცია ძალიან თვალსაჩინოა ამ კუთხით. ის ნამდვილად არის თანამედროვე ანტიებრაული, ანტისემიტური დისკურსის ნაწილი, სადაც მთლიანად გამორიცხება კონტექსტი. ხო, ანუ რატომ ხდება ის, რაც ხდება ღაზაში, ვინ დაიწყო ომი, მარტივად რომ ვთქვათ, რა мотивация იყო 7 ოქტომბრის ხოცვას გლეტვის უკან და რა მოქმედები გამოიწვია შემდეგ ისრაელის სახელმწიფო და მისი სამხედრო ძალების მიერ იმ ისტორიულმა უკვე მრავალწლიულმა კონფლიქტმა, რომლის მხოლოდ ასე ვთქვათ, წვერვალია ხამასის ორგანიზაცია, არსებობს ჰეზბოლა, მათ უკან ირანის სახელმწიფო და კიდევ ბევრი სხვა ისლამური საზოგადოების ირები მხარდაჭერა. ანუ ეს დეკონტექსტუალიზაცია უეჭველად არის ანტისემიტური სტერეოტიპის ცხადი ნიშანი. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს მემარცხენეების, ასე ვთქვათ, ტრადიციული ტროპია, რომ ყველა თითქმის ისრაელის პრემიერ-მინისტრს აცხადებენ ფაშისტად, ზოგ შემთხვევაში ნაცისტად, არა მარტო ჰოლოკოსტის და შოას რელატივიზაციის კუთხით, არამედ იმის ასე ვთქვათ, გამანადგურებლური ელემენტის ებრაელებში ექსტერნალიზაციის სახით. ხო, მთელი დისკუსია ჰოლოკოსტის მნიშვნელობის შესახებ ისტორიკოსთა დავაში 1980-იან წლებში გერმანიაშიც, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია ამ ანალიზის, ხოლო იმით აიხსნება, ასე ვთქვათ, ძირითადი мотивация, რომ ასე ვთქვათ, ებრაელებში გადატანილი ხდება ის განმანადგურებლური თვისებები, რომლებიც რეალურად ახასიათებს გვიანდელი კაპიტალიზმის საზოგადოებას თვითონ, როგორც ტენდენციას და შემდეგ ეს ბრმა ხატი, რომელიც მიეწერება ებრაელებს, როგორც ადორნო და ჰორქჰაიმერი წერენ ანტისემიტიზმის ელემენტებში ძალადობრივად რეალიზდება კიდეც. ანუ ებრაელებს აიძულებენ იმოქმედონ ისე, როგორც მათ შესახებ პათიური პროექციის ხატი მცდარად მათ წარმოსახავს. რა ვიცი, გამორჩა ალბათ რაღაც ასპექტები, თუ გინდა დაამატეთ, ან სოსო შენ დაამატე, მაგრამ ჩემი აზრით ეს ძალიან სახასიათო გამონათქვამია, მაისურაძის სიტყვები აქ მარტივად ეწერება დასავლეთშიც, ამერიკაშიც, ძირითადად მემარცხენე ინტელექტუალების და არა მარტო ინტელექტუალების მედიის ინტერპრეტაციის სქემებში. ვიზუალურ ელემენტზე, რა თქმა უნდა, ცალკე დისკუსია იქნებოდა საჭირო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ
პროპაგანდის ომია გაჩაღებული, ცნობილია ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოსახულებების ინსცენირებაც ხდება. ხშირ შემთხვევაში ისიც ვიცით, რომ სამწუხარო მსხვერპლი, როდესაც ბავშვები ნადგურდებიან, რაც რა თქმა უნდა საშინელებაა თავის მხრივ, ხდება იმის გამო, რომ ხამასის წარმომადგენლები მათ ათავსებენ, ან საკუთარ ცენტრებს ათავსებენ ჰოსპიტალებში, სკოლებში, რელიგიურ ცენტრებში და ასე შემდეგ. ანუ ომის პროცესში ეს შედეგებით ასე ვთქვათ, გამომდინარეა ამ სტრატეგიული ნაბიჯებით, რომელსაც დგავს მტერი. ოკეი, აქ შევჩერდები. მადლობა. სრულიად გეთანხმები, რომ რეალურად თუ გავიცნობთ დასავლეთის დისკურსებს მემარცხენეობის, ფაქტიურად გიორგი მაისურაძე სიახლე არც თქვა არაფერი, ხო? ფაქტიურად გამოტანილია ის მოდელები და შინაარსები, რომელსაც ვისმენთ აგრეთვე დასავლეთში სამწუხაროდ. ითქვა ხო არ არის ამასობაში ერთი კითხვა არის, ერთ წუთი. არ შემიძლია არავის არ გეგმო შემთხვევით, რომ ჩვენი მოხსენებელი ამჟამად იმყოფება შეერთებულ შტატებში. და ძალიან მოკლედ მინდა მოვისმინო. ერთი მან თუ იცის კონკრეტული ფაქტების წება, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ შტატებში აშკარად იმატებს ანტისემიტური განწყობები. უფრო მეტიც, არის დემონსტრაციები, არის ერთეული ამასწრული ფაქტები, როგორც ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, სახალხო მასაში, ასევე სასწავლო დაწესებულებებში, სხვადასხვაში და მოდით მე ესე დავსვამ კითხვას და მინდა გავიგონო პასუხი ამაზე. არის თუ არა ეს გამოსვლები დიდწილად ინსპირირებული პრო-ჰამასის და პრო-პალესტინური ძალების რაღაც მოდით პირდაპირ თქვა ხრიკებით, აი თქვენ ახლა ახსენეთ ინსცენირების პოლიტიკა. აი ეს მინდა გავიგო. თუ ეს არის პირდაპირი პასუხი ღაზას სექტორში მომხდარი ფაქტებისა. მაგრამ აქ გაკვირვებას იწევს კიდევ ერთი ფაქტი. უბრალოდ ფაქტების წყება. რატომ მანდა მაინც შეერთებულ შტატებში მიიღო ამან ასეთი მწვავე ფორმები და მასობრივი ფორმები? აი ეს არის ჩემი შეკითხვა. მადლობა. მადლობა. კითხვა მართებულია, ანუ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მანდა მაინც ამერიკაშია ყველაზე მწვავედ, რა თქმა უნდა, ანუ ევროპაშიც არიან ხო ხამასის და პალესტინური მხრის სიმპათიზატორები, ან მხარდამჭერები და მე ალბათ ავეთანხმები ზოგადად იმ შეფასებას, რომ ანტისემიტური გამოხატულებები, პოლიტიკური მხარდამჭერა, სტუდენტური მოძრაობა ზოგადად აკადემიურ სივრცეში ამ პოლიტიკური კუთხის მხარდამჭერა გაიზარდა ამერიკაშიც უეჭველად, განსაკუთრებით ცხადი გახდა ეს 7 ოქტომბრის მოვლენების კვალობაზე, როცა ეგრეთ წოდებული ხო Ivy League-ის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ უნივერსიტეტების კამპუსებზე ხდებოდა ყველაზე საეჭვო სახის დემონსტრაციები, როცა სტუდენტების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა სწორედ პალესტინურ ან ჰამასის მხარეს, არ მარტო პალესტინელებს როგორც ასეც, არამედ ხამას, როგორც მათ წამყვან სამხედრო ძალას, ტერორისტებს. და გარდა ამისა აბიჭრობდნენ უკვე ქმედით უნარიანად ებრაელი წარმოშობის ებრაელ სტუდენტებს. ეს ცნობილია კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგალითად და კიდევ ბევრ სხვა კამპუსზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. საკითხი ვის არის საიდან მოდის ეს, ხო, ალბათ. და
აი, ჩემი აზრით ადორნ ჰორქჰაიმერი იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ეს პირველი ლექცია, ასე ვთქვათ, ამ სახის ამ კონტექსტში ბევრი შეიძლება ითქვას კიდე მათ თეორიაზე, მაგრამ ერთ-ერთი მახასიათებელი ცნება, რომელთაც ისინი ნაცისტურ და პოსტნაცისტურ საზოგადოებას განასხვავებენ ერთმანეთისგან, არის ეგრეთ წოდებული სიის მენტალობა, ხო, ticket mentality. ეს ავტორიტარული ხასიათის სოციალ-ფსიქოლოგიური მოდელია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გვიანდელ კაპიტალიზმში ინდივიდის ქმედუნარიანობა შეზღუდულია იმდენად, რამდენადაც არსებითი ხდება კაპიტალის მოძრაობის სტრუქტურაზე მორგება, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური სურვილისა და მისწრაფებების განხორციელება შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმდენად, რამდენად ადაპტაციას ახდენ როგორც ინდივიდი ამ სტრუქტურის მიმართ. თვითონ კაპიტალიზმი ეს არატრადიციული მარქსიზმის ანალიზია კრიტიკულ თეორიაში მათი თვალსაზრისით გადასულია ეგრეთ წოდებული მონოპოლისტურ ან გვიანდელ ეტაპზე, სადაც მარტივად რომ ვთქვათ, კაპიტალის შემადგენლობაში ცოცხალი შრომის ნაწილი სულ უფრო და უფრო კლებულობს კონსტანტური კაპიტალის ხარჯზე. ეს რას ნიშნავს? მარტივად რომ ვთქვათ, რომ ადამიანური შრომა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ღირებული ხდება ღირებულების რეალიზაციისთვის, ექსპლუატაციისთვის, რაც იმას იწვევს ადორნოს და ჰორქჰაიმერის ანალიზის თანახმად, რომ ასე ვთქვათ, ინდივიდის უძლურობა მით უფრო მძაფრდება. ხო, შეიძლება იმაზეც დავსვათ კითხვა დღევანდელ ვითარებაში, როცა არსებობს რობოტული ავტომატიზაცია ან ხელოვნური ინტელექტის მიერ ეს სტრუქტურა კიდევ უფრო იზრდება. და სიის მენტალობა იმას ნიშნავს, რომ ინდივიდი ავტორიტარული ხასიათის თვისებებით აღიჭურვება, ამაში როლს თამაშობს კულტურის ინდუსტრიაც და ასე ვთქვათ, გადასცემს საკუთარ იდენტობას, ადგენს არა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, არამედ უცხოს პრინციპების საფუძველზე, ამ კაპიტალის, ასე ვთქვათ, მოთხოვნის საფუძველზე და ეს იწვევს ზიზღს, შინაგან უკმაყოფილებას საკუთარი მდგომარეობით, რეპრესიას, სურვილების, მიმეზისის რეგლამენტირებას, როგორც ისინი ამას უწოდებენ. და გამოიხატება შემდეგ იმაში, რომ ყველაფერი ის, რაც ასოცირდება როგორც ამ კაპიტალთან ადაპტაციის ლოგიკის საპირისპირო, ანუ არათვით გადარჩენაზე ორიენტირებული, სიძულვილს იწვევს, ან პირდაპირ, ან ირიბად. და პარადოქსული ის არის, რომ ისრაელის სახელმწიფო დღეს, რა თქმა უნდა, ებრაელების თავშესაფარია, ჰოლოკოსტის შემდეგ, ხო, 1948 წლის დაფუძნების შემდეგ, ისრაელის სახელმწიფო ასოცირდება, მშვენივრად უწოდა მას ერთ-ერთმა მკვლევარმა ებრაელი სახელმწიფოებს შორის, ხო, ეს არის სახელმწიფო, რომელიც გამოიხატება იმით, რომ ამ გლობალური კაპიტალის ლოგიკას, ასე ვთქვათ, არ მიყვება, არამედ გადამწყვეტად და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ებრაელი ხალხის გადარჩენის მიზნებიდან გამომდინარე, აკეთებს ქმედებებს, რომელიც არ ჯდება ბრჭყალებში ეგრეთ წოდებული საერთაშორისო წესრიგის და სამართლის ფარგლებში და ეს იწვევს მემარცხენეების და ასევე ზოგიერთ მემარჯვენის სწორედ რეაქციას, ხო? ანუ ისრაელს განიხილავენ ანტისემიტურად ცხადია, როგორც ებრაელს ერთა შორის და ამას ხედავთ დღეს ამერიკაში. ეს არის იმის მიზეზი, რომ ამდენი ადამიანი, რომელიც ანტიკაპიტალისტია, ძირეულად არის ჰამასის მხარდამჭერი. ამავე დროს, იმიტომ რომ მართლდება ეს ტერორისტული შეტევები, როგორც ანტიკაპიტალისტური პოლიტიკა საბოლოო ჯამში. ამიტომ ხედავთ კამპუსებზე, უნივერსიტეტებში და ასე შემდეგ, ასეთ ძლიერ მხარდაჭერას. და მედიაც, რა თქმა უნდა, ამის ნაწილია. მედია უბრალოდ, ასე ვთქვათ, გაგრძელება იმავე პოლიტიკური სტრუქტურას. Is it okay if I ask in English and Yeah, of course. translate? You can just do it in English. How do you settle, now when I understood from Bruce's translation that the capitalism
and the gap of glass made the more capitalism is strong in the country, the more likely to evolve this sort of anti-Semitism. Anti-Semitism. Yeah. Yeah. And that's you're connecting it sorry, go to, how do you explain the fact that they see Hamas without seeing the, how do you say it? It is, Hamas is standing for a lot of things that is against all of their understanding, ideology. And how can this, for example, LGBT, etc., all this that Hamas is, throwing people from the roofs if he hears of anybody who's thinking about this. That's a small example of how can they go together when they know that human rights is being abused by Hamas, for example, and atrocities are being done by Hamas. How can they still, blindly chant what they chant? Yeah, but I think I understand the question. Would it be okay for me to answer in English? I don't know what the audience says about it. Yeah, beautiful. So I think it's a great set of questions. Two questions. One was why the more capitalist the society, the stronger the anti-Semitism, to abbreviate it. And second, how is it possible that the same presumably progressive structures and powers that are for the rights of individual, for diversity, for self-determination, sexual, ethnic, religious, etc., presumably, are supporting a power like Hamas, which is obviously repressive terrorist organization that is targeted at eliminating anything and anyone ultimately associated with pretty much any liberal practice. And the answer would be there, the connection is the power struggle. I understand, I would say, for the leftist progressive movement, especially in the United States and beyond, capitalism is the evil. And so to overcome capitalism, all means are on the table. You have to pursue power. You have to come to power with many possible means, right? One is direct action on the street. The other one is parliament and sort of Congress politics. The third one is local elections. The fourth one is activism at the schools. This fifth one is academic discourse, media influence, and the power is the goal. So for them, they transfigure in this power struggle. They sort of the whole point of projection, pathic projection, as Adorno and Horkheimer call it, is that you are not dealing with experience. You're dealing with your own projected dark image, that which you then impose on Jews, for example, in anti-Semitism. And in the same way, you have a pathic projection about who Hamas is. Hamas is nothing. So if you eliminate reality, the unpleasant or discomforting elements of Hamas, and just neglect them and outright deny them in the benefit of presumed common goal, which is to overthrow the spearhead of capitalism, which is Israel, because obviously Israel and Jews control the world capitalism in this anti-Semitic delusion. So that's the connection, right? So it's the instrumental approach to politics to say, yeah, well, my enemy's friend is my friend in a way, neglecting completely the fact that if you personally were to end up on the streets of Gaza and were attempt to kind of as an LGBT community representative to assert your practice, you would be probably I don't know, stoned down, if not at least expelled immediately. So this is the same with Hamas attitude towards this sort of powers that are very different from what they stand for and represent. End goal is what matters, or final solution in the Nazis' case. Yeah, I would say that's interesting. So that would open
a discussion into kind of Islamic version of anti-Semitism and its contemporary form. And we can dive deep into obviously structural historical connections between actual Nazi elimination, anti-Semitism. We know that Nazis went with the Mufti of Jerusalem, and there were connections on ideological level. The thing about today's Islam, as political Islam, the most defining characteristic is that it is an anti-modernist force, just like actually Nazism was anti-modernist in the sense that it used capitalism and sort of certain aspects of capitalism to advance the goals of Third Reich. In the same way, Islam today uses capital to advance its ideological goals of asserting Islamic predominance, now first in the Near East, and then probably beyond, and Israel's traditional main and first obstacle to that goal. So this, from Hamas' point of view, yes, you can say, the Western leftists are obvious useful idiots to rope them in, but it's more than just useful idiots. There are ideological overlaps. The difference is that in Islam's case, this politics to eliminate Israel and wipe it off the face of the earth is determined by their ideas about what salvation means in religious terms, and politics is means to achieve that. And for leftists, it is a part of their kind of a secular religion in a way, right? I simplify it with religion in this case. I prefer the term of political delusion, which was coined in the aftermath of Horkheimer and Adorno's analysis, the idea being that it is an ideology based on self-denial, and it is ideology based on negation of civilizational traits of enlightenment, while proclaiming to be the herald of enlightenment. Thank you. I'm going to switch you back to Georgian. So thank you very much. არ არის კითხვები, რა ვიცი. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი chapter-ზე მინდოდა, იმიტომ რომ აქ მედია მცოდნეობის წარმომადგენლებიც არიან და მოკლედ რომ წარმოადგინო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავის ფრაგმენტი ამ წიგნიდან, რომელიც ეძღვნება კულტურულ ინდუსტრიას და დაკავშირებს. ხო, რა თქმა უნდა, ეს საინტერესოა. ბოლო კითხვა იქნება ალბათ. კი ბატონო, კი, ანუ ხუთი ფრაგმენტია, ხო? პირველი ოდისევსი მითოსი და განმანათლებლობა ყველაზე, ასე ვთქვათ, თეორიულად ფუძემდებლური, შემდეგი თავი არის ჟულიეტი, ანუ ზნეობრიობის ცნების გარდასახვა და აი თავი კულტურის ინდუსტრიაზე ეხება თემას, რომელიც გავიხსენოთ, ხო, 1954 წელს დასრულდა ნაშრომი, მანამ ადორნოს, ის ძირითადად ადორნოს ეკუთვნის ეს თავი, ფილოსოფოსისა, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნების ტრანსფორმაციაზე, როგორ იცვლება ხელოვნება თანამედროვე საზოგადოებაში და გვიანდელ კაპიტალიზმში. და კულტურის ის, რასაც ისინი კულტურის ინდუსტრიას უწოდებენ, იწყება სწორედ ამერიკულ შეერთებულ შტატებში კულტურული პროდუქტების, იქნება ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, მხატვრობის, ტელევიზიის, ფილმის, ინდუსტრიულ წარმოების წესზე გადასვლის სახით, ხო, აი სტუდიოების სისტემა დაფუძნდა ჰოლივუდში, შემდეგ მოხდა ამ სისტემის განზოგადება და მთავარი ცნება აქ არის, აი ეს თავი ასე იწყება, ხო? კულტურა დღეს ყველაფერს მსგავსებით ამარცხებს,
მარტივი თეზისი, ასე ვთქვათ, და ის არის, რომ თუ ხელოვნების ნაწარმოებს კონკრეტული ფორმალური კანონი ამოძრავებს, რომელიც ინდივიდუალურია და მხატვრის თუ ლიტერატორის კონკრეტული სტილიდან, ფორმალური გადაწყვეტილებებიდან, ექსპრესიული და კონსტრუქციული პრინციპებიდან გამომდინარეობს, ამის საპირისპიროდ კულტურის ინდუსტრიაში ხელოვნების ნაწარმოები გარდაიქმნება იმის საფუძველზე, რასაც ისინი კულტურის ინდუსტრიის სქემატიზმს უწოდებენ, ანუ ხდება სტანდარტიზაცია და მომხმარებლისთვის კონკრეტული მარტივად რეპროდუცირებადი ფორმებით, მასალების და ფორმების მიწოდება. ახლა რატომ დასაქმდნენ, დაინტერესდნენ საერთოდ კულტურის ინდუსტრიით, იმიტომ რომ მათთვის ცხადი გახდა, რომ აი ეს ფაქტი, რომ დასავლეთ საზოგადოებაში, ხო, გერმანია ითვლებოდა წამყვან პროგრესულ საზოგადოებად, იმის ნაცვლად, რომ სოციალისტური რევოლუცია განახორციელა ნაციონალ-სოციალისტური რევოლუცია და შოა მოგვიტანა შედეგად, ანუ როგორ გახდა შესაძლებელი, რომ მასები ჩართული იყო განადგურების პრაქტიკაში მასობრივად, ხო, დენიელ ჯონა გოთჰაგენი ერთ-ერთი ავტორი ამ ისტორიკოსთა დავაში სწორედ ამას უსვავს ხაზს, რომ უნდა გავიგოთ ის, რომ ებრაელთა განადგურება ევროპაში იყო მასობრივი ფენომენი ორივე თვალსაზრისით. ანუ 6 მილიონზე მეტი ადამიანი დახოცეს, მაგრამ მასობრივად მიიღო გერმანულმა მოსახლეობამ ამაში მონაწილეობა. ეს არ იყო მხოლოდ ზემოდან ქვემოთ მიმდინარე ბრძანებები, ეს არ იყო მხოლოდ SS-ი, არ იყო მხოლოდ პოლიცია, არ იყო მხოლოდ ვერმახტი, იყო მოხალისეები, მკვლელობები ხშირად ხდებოდა საკუთარი ინიციატივით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არავის არ აძალებდა ამას და მისი გამოთვლებით 500,000 ადამიანზე მეტმა მიიღო უშუალოდ მკვლელობებში მონაწილეობა, ხო, მართლაც ასე ვთქვათ, მასობრივი ფენომენი იყო ამ თვალსაზრისით და კითხვა კულტურის ინდუსტრიაზე ადონოს უჩვება, იმიტომ როგორ გახდა ეს შესაძლებელი და შემოკლებული პასუხი არის ის, რომ კულტურის ინდუსტრია არის არარეგლამენტირებული ადამიანური ინდივიდუალური გამოცდილების სტანდარტიზაციის და მისი სწორედ ამ სიის მენტალობაზე მორგების პროდუქტი და მისი გამმეორებელი. ხო, მას შემდეგ რაც ეს ინდუსტრიული ფორმები მკვიდრდება, ხდება მათი სულ უფრო და სულ უფრო დახვეწა კინოში, ტელევიზიაში, დღეს სოციალურ მედიაში, ერთი მაგალითი ზუსტად ნახეთ, ხო, პარალელური, სიმულტანური მონტაჟი, ხო, ზემოთ ლაპარაკობს, თქვათ, ინტელექტუალი, ქვემოთ ხედავთ გამოსახულებებს ბავშვებით, ანუ ხდება სინკოპირება ორი მონტაჟის პრინციპით, ორი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული შინაარსისა კონტექსტის გარეშე. აი ესეთ მეთოდებზეა, ასე ვთქვათ, ლაპარაკი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ხდება კულტურის სტანდარტიზაციის სახით ხელოვნების გაფერმხდალება, ხელოვნების ინდივიდუალობიდან დაშორება, რაც ცოტა პარადოქსული შეიძლება შეხედდეს, ხო? თანამედროვე ხელოვნების ისტორიას თუ მოусმენ 2000 წლის შემდეგ და თანამედროვეობაში სწორედ ინდივიდუალიზმი ჭარბობს, სავარაუდოდ სტილების, თუმცა აი ადორნოს და ხორქაიმერის ცნებები ჩემი აზრით ძალიან ცალსახად და მარტივად ხსნიან იმას, რატომ არის სწორედ საპირისპირო რეალობა. და რა, ნამდვილი ინდივიდუალიზმი, ასე ვთქვათ, იშვიათობა, მარტივად რო ვთქვა. ამაზე იქნება რა ვიცი, სხვა დროს, თავი ცალკე თემა უეჭველად. კეთილი, რა ვიცი, თუ კითხვები აღარ არის, არის. ერთი წუთი, დევი კითხვა. კი ბატონო. შეგვიძლია. აგრობა იქნებოდა უფრო ანუ იყო კითხვები დასრულებული მარცხენობასთან დაკავშირებული უფრო იდეოლოგიური მართლებით არ ვსაუბრებდი, იმიტომ რომ მარცხენობასაც საკმაოდ თავისი ფირსებებია, გაუცილებელი ფირსებები, მაგრამ ამერიკა, რომელიც ხოთაშორის ევროპასთან შედარებით ნაკლებადაა განთქმული პრო-პალესტინურობით, მე საერთოდ მეგობრები მყავს ისრაელიდანაც და პალესტინელების იტალიაში ერთად ვსწავლობდით, ასე რომ ჩემთვის ეს ორმხრივად დრამატული ამბავია და
აი ორხრივობას თუ ვერ დავინახავთ, ჩვენ ჭეშმარიტებას ვერ დავინახავთ აქ და ყოველთვის ამ პროპაგანდის და ესე იგი კლიშეების სხვაები იქნებით, ხო? ვერ გავალთ ამ აიას ფარდას და ამ მემარცხენეობის ამბავში, ესე ვთქვათ, უფრო მარგინალიზებულ ვარიანტში ყურადღებას მივაქცევდი ამერიკაში ამ ნეომარქსისტული ტენდენციების ზრდას აკადემიურ სფეროში. აი ეს ამბავი შეიძლება იყოს კიდე გავლენის მომხდენი იქ რაც ხდება იმ ამბავში. თორე ევროპა ისედაც ცნობილია მეტად უფრო მარცხენა მოძრაობები, პარტიები, პროპაგანდისტობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ეს ამბავი, ზოგადად ეს არის გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასაღები ადგილია ღაზა, ასე ვთქვათ, ესეთი დიდი წითელი ღილაკივით არის და ვინც ერკვევა ამაში რაც ხდება, ვიცი რომ ისრაელში ერკვევიან ამაში, არა მარტო ისრაელშიც ერკვევიან ამ გეოპოლიტიკურ დაფაზე თუ რას ნიშნავს ღაზა მსოფლიო პროცესების გადასატვირთველად და ეს ზოგიერთ ხელოვნური პროცესებიც არის და სამწუხაროდ ამის პრობლემური მხრიდან არიან მშვიდობიანი მოსახლეობა. კითხვა ჩემი ცოტა სხვა მართლებიდან იყო, თემას ეხება, მაინტერესებდა ვიქტორ ფრენკლი იყო ესეთი ხო ავსტრიელი ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგი თვითონ ებრაელი იყო და ჰოლოკოსტის მსხვერპლი ამას თვითონ გადაიტანა და სასწაულებრივად გადარჩა და როგორ დააკავშირებთ თქვენ ხორხაიმერისა და ადორნოს თეზისებს მის ასეთ თქვათ მიგნებას თუ რატომ იყო ეს შესაძლებელი ან რატომ გახდა შეუძლებელი შესაძლებელი მისი განმარტება იწება ეს ესე იგი ეგზისტენციალური ვაკუუმიდან რომელსაც მე ადამიანებში ხო რომელსაც ავსებს ეს შინაგან სიცარიელის მე კონფორმიზმის საკუთარ თავში ერთმანეთს შორის ამ სივრცეს მე ტოტალიტარიზმი რა თქმა უნდა ახალისებს ამრავლებს და ეს მე სხვადასხვა საქართველოსთვისაც საინტერესოა ახლა ამ დღეებში აქ ცხოვრობ ზუსტად ამ ამბებში ცხოვრობ ახლა როცა ჰოლოკოსტზეა საუბარი რაღაცნაირად აგერ როგორ თქვა ჩეჩნეთზე არავინ არ საუბრობს ჰოლოკოსტზე მთელი ევროპის ებრაელობას დაემთხვა ხო შეემთხვა და შეამთხვეს მაშინ როცა აქ ერთ ქვეყანაში მთელ ხალხს შეამთხვეს ამაზეც არავინ არ საუბრობდა ანუ ჰოლოკოსტები ეს არის ესეთი მომენტი როდესაც თუ იმ ძირ პრობლემებზე არ იქნა ხო ჩაღრმავება მათი რაღაცნაირი საერთო ძალისხმევით ასე ვთქვათ დამუშავება შეიძლება ნებისმიერ დროს განმეორდეს და ეს საქართველოშიც ახლა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ესეთი ტენდენციები რომელიც ეს ხელშეწყობითაც მიმდინარეობს ეს დღეს დაგვიშნაირდა დაწყებულა სხვათაშორის საქართველოში სამბები რაღაცნაირად 30 წელია მიდის იმიტომ რომ ვიღაცისთვის გუშინდა 5 თვის წინ დაიწყო ეს ამბები სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალებით არის მოყოლებული რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებია 30 წელი არა ერთი რეჟიმი არა წინა ყველა ესენი სახელმწიფო გადატრიალების მერე ეს ქვეყანა ოკუპირებული აფხაზეთიდან ვარ ჩემი სახლი არ მინახავს და და როდესაც დავამთავრე ეს ამბები რომ დავინახო ჩემი სახლი და არა ის რომ ისიც დავკარგოთ რაც დავჭა ეკითხენ მიდის ეს ყველაფერი რაღაცნაირად მომაწყამდე ალბათ თუ ეს დამთავრდა შეიძლება რუსის ჯარი შემოიყვანოს ეს იანუკოვიჩიზაციას აკეთებდნენ და ეს ყველაფერი მე აქცემა რაც იყო ქუჩებში მონაგონი იქნება რაც შეიძლება დატრიალდეს ეს ჰოლოკოსტების მინი მოდელებია ესენი ხო ცენობა და ასე კი საინტერესო კითხვა გიგუმა ისურაძე ეს ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა ვინც არ უნდა იყოს რაც არ უნდა იყოს ჩვენ როგორც ისრაელი პატრონცირეწყვანიერი ვარ და და მოვწევდეთ ყველაფერ ნიჭიერს და კარგს ჩვენ ქვეყანაში მრავალი ნიჭი რას ამსახურებ და როგორ ამსახურებ მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ პიროვნება რომელსაც კარგით ბევრი გაუკეთებია თვითონ მაზეც ისმის კითხვები თუ როგორ იმიტომ თავის დროზე აქ სახელმწიფო გადატრიალება და ხალხს ვაყრებდნენ და მიღბიანები დააბოდნენ და ამ კინა უებზე შიშველი ხელებით მიდიოდა ხო სამოქალაქო სიმამაცის ხოლმე ხალხი აი ამ ქუჩებში აგერ ჩვენ თვალწინ მაშინ ეს ადამიანი სიგუას საკონსულტაციო საბჭოში იყო და საინტერესო მომენტია რატო არ სვამენ ამ კითხვებს კიდე ასე მოესა დიდი მადლობა არ ვიცავთ ხო თქვენ სახელი მე ნამდვილად მადლობას გეტყვით რამდენიმე ბევრი საკითხია რა შეიძლება აი მოდით ფრანკლით დავიწყებ მაინც ნახეთ ჩვენ ამას ჩვენ არ გვინდა ჩავერთოთ რაღაცა ასე ვთქვათ გენოციდების ჩემპიონატში ხო რომ ვითომ ეს უარეს გენოციდია ის რა თქმა უნდა რუსეთმა შეუტია ჩეჩნეთს იქ მოხდა საშენელება
გენოციდების მაგალითი ბევრია სამწუხაროდ მსოფლიო ისტორიაში, ხო? კიდევ აგერ ჩვენი მეზობლების სომხების გენოციდი ავიღოთ თურქების მიერ, რა ვიცი, აფრიკაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკითხი, ნახეთ რა არის, რატო არის ანტისემიტიზმის გამანადგურებლური ნაირსახეობა ნაციონალ-სოციალიზმის დროს სინგულარული მოვლენა იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ისტორიულად ჯერ არ მომხდარა, რაც მე მგონი უეჭველია, მან იმ დროისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომი უკვე არსებობდა და ბევრი სხვა მასობრივი მკვლელობებიც არსებობდა, უამრავი, ასე ვთქვათ, ელემენტია ამ მოვლენის, რომელიც გვაგებინებს, რომ თვითონ ის სააზროვნო სტრუქტურები და ფორმები, რომელთაც ტრადიციულად ცდილობდნენ თუნდაც გენოციდის გაგებას, ფუჭია, შეუძლებელია, ხო? აი, ვთქვათ, ეს ჩეჩნეთის რუსეთის მაგალითი რომ აიღოთ, უეჭველად შეიძლება ვითქვათ, რომ ჩეჩნები ეწინააღმდეგებიან რუსეთს. ჩეჩნებს არ უნდათ რუსეთში ყოფნა, ჩეჩნებს უნდათ რაღაც პერიოდში დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისინი იყვნენ პოლიტიკურად ორგანიზებული, მათ ჰქონდათ უდიდესი პატარა ხალხისთვის გამოცდილება ბრძოლაში, ჰქონდათ მილიტარული სტრუქტურები და რამდენიმე ომი გადაიტანეს, არ გავატრევია ალურებ, მაგრამ ჯერ კიდევ შამილიდან დაწყებული რუსების წინააღმდეგ, ანუ ისტორიული შუღლი რეალურად არსებობდა და არსებობდა პოლიტიკური ერთეული, რომელიც ამ გიგანტურ რუსეთს რეალურად სამხედრო ძალით დაპირისპირებას უპირებდა და ახორციელებდა კიდევაც, რა თქმა უნდა, ვინ წარმოიწყო შეტევა, ცალკე საკითხია. განსხვავება ებრაელების ვითარებასთან შედარებით ცალსახაა, ხო, ებრაელები გერმანიაშიც და მთელ ევროპაში იმ დროს მოსახლეობის 1%-ს თუ შეადგენდნენ, ძირითადად არ იყვნენ არანაირად პოლიტიკურად ორგანიზებული, კი ასე ვთქვათ, რაღაც მუშათა მოძრაობების სტრუქტურები იწყებოდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შეიარაღება, ისინი არ წარმოადგენდნენ სახელმწიფოს, მათ არ ჰქონდათ სამხედრო ძალა, ისინი არ აპირებდნენ არავის შეტევას, პირიქით იყვნენ მსხვერპლები, წლოვანი თუ არა საუკუნეობრივი უფლებების შეზღუდვების და მიუხედავად ამისა, მთელი ანტისემიტური ისტორიისგან განსხვავებით, როცა ევროპაში არსებობდა ესე იგი ნდევნა, არსებობდა ექსკომუნიკაცია ებრაელების შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მაგრამ განადგურება როგორც პოლიტიკური სტრატეგია და განხორციელება პოლიტიკური პროგრამის არ არსებობდა არასდროს. ეს არის ასე ვთქვათ ნაცისტების გამოგონება, ხო? მათი უნიკალურობის ნიშანი ასე ვთქვათ, აი სწორედ ის ზონდერვეგი, რაზეც ჰანს ფონ ცენიც საუბრობს. ამიტომ ფრანკლი რასაც ამბობს, რომ ასე ვთქვათ ეგზისტენციალური ვაკუუმი და ასე ვთქვათ ადამიანის თვითგაუცხოება, ეს ჩემი აზრით ძალიან ზუსტი აღწერა თანამედროვე საზოგადოების, მართალია ყველგან. ხო, ის მართალია საქართველოში, ის მართალია რუსეთში, მართალია ეგვიპტეში, ჩინეთშიც და სადღაც კამბოჯის ნახევარკუნძულზე, რატომ გამოიწვია ამან ელიმინატორული ანტისემიტიზმი სწორედ გერმანიაში. ანუ აქ ძალიან დიდი დაშორებაა, ხო? ეგზისტენციალურ ვაკუუმსა და ელიმინატორულ ანტისემიტიზმამდე მისვლაში. აქ ამის ახსნა გაცილებით უფრო რთულია. ჩემი აზრით, თქვენ რასაც ძალიან სამართლებრივ აღწერთ, თუნდაც აფხაზეთის ისტორიიდან, თუნდაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სწორედ ამის ჩვენება მინდოდა და ნამდვილად ალბათ არ მოხერხდა მოკლე დროში თუ პირველ შემთხვევაში, მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, რომ აი ხორქაიმერის და ადორნოს ასე ვთქვათ კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც ფაქტიურად საბოლოოდ იმის ჩვენებას აპირებს, ცდილობს, რომ ეს მოვლენა არ ჯდება არც ერთ ლოგიკაში, ხო? ის არ არის არც ისტორიული უწყვეტობის, ასე ვთქვათ, რაციონალური შედეგი, აი ანტიიმპერიალისტური მოქმედება, მაგრამ ის არ არის არც რაღაც შავი ყუთი, black box of understanding, ანუ სინგულარული მოვლენა, რომელსაც ვერაფერს ვერ გაუგებთ და ასე ვთქვათ, ყოველგვარი კონტექსტიდან ვარდება. არა, ხორქაიმერი და ადორნო
აჩვენებენ, რომ ის ამოიზრდება კაპიტალიზმიდან და კაპიტალიზმის სიძულვილიდან. და მემარცხენეები ჩემპიონები არიან კაპიტალიზმის სიძულვილში და დღეს ამას მეგონი საქართველოშიც ნაწილობრივ ხედავთ. იგივე სიის მენტალობა უეჭველად ის რის ანალიზსაც ცდილობდნენ ფრომთან ერთად და სხვა სოციალურ ფსიქოლოგებთან ერთად კრიტიკული თეორიის წარმომადგენლები. არ ვამბობ, რომ ყოველთვის წარმატებულად. უბრალოდ ვამბობ, რომ პრობლემას ხედავდნენ. აი ესე ვპასუხებ, თორე ძალიან ბევრი სხვა საინტერესო საკითხიც წამოწიეთ.